საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დანერგილ მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვს გააფორმოს შეტყობინება მომარაგების პრობლემის და მიიღონ დეტალური ინფორმაცია. უფრო ვრცლად როგორ შეამსუბუქებს ეს სერვისი მელიორაციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და რა მექანიზმები აქვს სემეკს შეტყობინების დროულად რეაგირებისთვის. თემაზე ვრცლად სტუმართა სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან ბანო მეჭურჭლიშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გარცემაში სტუმრობისთვის. მელიორაციაზე მეტად ბევრჯერ გვისაუბრია და იმ გამოწვევებზეც, რომელიც ამ სექტორში რეალურად არსებობს. რას ცვლის ეს ინიციატივა სემეკის მხრიდან და რა მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში იქნება რეალურად შედეგიანი და ხელშესახები თავად იმ ფერმერებისთვის, რომლებიც დაუშვათ ამ სისტემის გარეშე რეალურად ფერმერმა მელიორაციის გარეშე ფუნქციონირებს წარმოუდგენელია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს საქმიანობა მაქსიმალურად გაუადვილოთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან გვეხმარებით ამ ინფორმაციის გავრცელებაზე. როგორც წინა გადაცემებშიც არაერთხელ შევეხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები გააქტიურდნენ და დააფიქსირონ მათი მომსახურების შესახებ პოზიცია და მათ დროულად მიიღონ თავისი მომსახურება. ამისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული. სემეკმა მიმდინარე წელს დანერგა განცხადებების ჩაბარების სხვადასხვა ფორმა, მაგალითად იუსტიციის სახლში არის შესაძლებელი, ნებისმიერი იუსტიციის სახლში შესაძლებელია, რომ მიმართონ მელიორაციის კომპანიას, ხოლო თუ რეაგირება არ მოხდება, იმავე ადგილიდან მიმართონ კომისიას და მოითხოვონ უკვე მელიორაციის კომპანიისგან რეაგირება. ჯერჯერობით დაბალია განაცხადების მიღება? ძალიან დაბალი არის აქტივობა. რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ამის? აი ამ გარემოებებს რო ვაკვირდებით, სწორედ აი ამ გარემოებების გათვალისწინებით გავავრცელეთ უკვე PIPK 303 დიეზის მომსახურებაზე მელიორაციის სექტორით. ეს მომსახურება, რომელიც აი მართლაც ძალიან სასიხარულო ამბავი არის ფერმერებისთვის, მორგებულია ოპერატიული ურთიერთობისთვის კომპანიასთან, რომელიც პარალელურად რეალურ დროში კონტროლდება კომისიის მიერ. ანუ რას ნიშნავს ეს? ამ მომსახურებას არ სჭირდება ინტერნეტი. ამ მომსახურებას არ სჭირდება აპლიკაცია. ნებისმიერი ტელეფონიდან შეიძლება აუკრიფოთ PIPK 303 დიეზი და მაშინვე შეგვიძლია ჩვენი მოთხოვნა დავაფიქსიროთ. მაგალითად, შეგვიძლია დავაფიქსიროთ წყვეტა. ესე იგი კონკრეტულ პერიოდში იყო განსაზღვრული კონკრეტული მოცულობით, რომ უნდა მიმეღო მე წყალი ფერმერს და ამ დროს არ არის წყალი. მე უნდა რაღაც ოპერატიულად დავაფიქსირო, ხო? ამიტომ საკმარისი არის, რომ მობილურში ავკრიფოთ 300. რამდენ ხანში გასცემთ პასუხს? ნახეთ, აი ეს ამ პროცესს უკვე აკვირდება კომისია. ეხლა ნახეთ, როდესაც call center-ში ეს როგორია? პირველად ამ ინფორმაციის შემოწმებელი არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია? მოგახსენებთ პროცესს. ნახეთ, რატო ვთქვი, რომ ეს არის ოპერატიული ურთიერთობა? ეს ოპერატიული ურთიერთობა იმიტომ არის, რომ მობილური ოპერატორის მეშვეობით პირდაპირ ექსპლუატაციის სამსახურთან მიდის ეს შეტყობინება, რომელიც ამაზე რეაგირება კი კონტროლდება. რომელ კომპანიას ეკუთვნის ეს ექსპლუატაციის სამსახური? მელიორაციის კომპანია ავტომატურად ანაწილებს იმ ბიზნეს ცენტრზე, სადაც ეს მომხმარებელი არის რეგისტრირებული. მომხმარებელის ესე ვისთანაც მიდის ქვითარი და რეგისტრირებულია ტელეფონის ნომერი. როგორც კი აკრიფავს PIPK 303 დიეზს, მაშინვე ახდენს იდენტიფიცირებას ამ მომხმარებლის და ეუბნება თუ რა კონტრაქტები აქვს მას გაფორმებული, რომელ ნაკვეთზე არის საუბარი. ირჩევს იქ ნაკვეთს და იძახის პრობლემას. ეს ინფორმაცია მაშინვე მყისიერად მიდის უკვე იმ ექსპლუატაციის სამსახურში, სადაც ეს ტერიტორია არის განკუთვნილი და ამის შემდეგ უკვე ხდება დაკვირვება რეაგირებაზე. სემეკი როგორ აკონტროლებთ ამ პროცესს? ამ პროცესზე არის ელექტრონული პროგრამები. დაუშვათ ამ კომპანიამ და მისმა შესაბამისმა სამსახურმა ამაზე რეაგირება რა ხდება? ან რამდენ ხანში უნდა მოახდინოს ეს? დადგენილია სტანდარტები. სხვადასხვა მოთხოვნაზე სხვადასხვა სტანდარტი არის. მაგალითად, როდესაც საუბარია მომარაგების წყვეტაზე, ამ შემთხვევაში მყისიერი რეაგირება უნდა იყოს და როდესაც ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, ანუ იქ არ უნდა იყოს შეჩერებული პროცესი, ანუ მაშინ მაგალითად ეს სერვისი უკვე მეხუთე წელია მოქმედებს. მაგალითად გაზის სექტორში, როდესაც არის ავარიული წყვეტა, რო დააფიქსირებთ თქვენ ავარიულ წყვეტას, სადღაც 15 წუთში
უკვე მოდის ბრიგადა, რაც შეუძლებელია მაგალითად კოლ-ცენტრის მეშვეობით ან სხვა განცხადების მეშვეობით რომ მიიღოთ. რატო? იმიტომ რომ იქაც ზუსტად იგივენაირად ხდება ამოცნობა მომხმარებლის, ესე იგი ვიცით ზუსტად ობიექტი სად არის, ვიცით ამ ობიექტზე რა პრობლემა არის და იქ ხდება ჯერ სატელეფონო კომუნიკაცია, ეს ინდივიდუალურია თუ ასე ვთქვათ უფრო ფართო წყვეტაა და ამის შემდეგ მაშინვე მოდის ბრიგადა. ხოლო სხვა წყაროებთან მიმართებაში იქ უკვე საჭიროა რომ კომპანიამ განიხილოს, გადააგზავნონ ანუ შესაბამის უწყებებში შეაფასონ ეს მოქმედებები. ამიტომაც აი ამ მომსახურებას უკვე 7 მილიონზე მეტი ტრანზაქცია აქვს 5 წლის განმავლობაში იმ სამ სექტორში: ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი. და ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს ფერმერებთან მიმართებაში, რადგანაც თუ ფერმერმა არ დააფიქსირა რომ მას წყალი მოთხოვნილ პერიოდში როცა ქონდა არ მიიღო და მაშინ მას დაერიცხება გადასახდელი თანხა. და აქ არ არის იმაზე საუბარი რომ მან უნდა დაწეროს რამე განცხადება რომ მას წყალი არ მიუღია, არამედ აქ საუბარია იმაზე რომ მან დააფიქსიროს რომ მას წყალი არ ქონდა, რომ კომპანიამ შეძლოს რეაგირება. რა არის მთავარი განმაპირობებელი რომ დაუშვათ ფერმერები არ აფიქსირებენ? ერთი ინფორმაციის ნაკლებობა, მეორე უნდობლობა, რა არის ამის მთავარი განმაპირობებელი? ფიქრობ ყველაფერი ერთად. მათ შორის სემეკი ამ სექტორში მეორე წელია რაც შემოვიდა. ვერ ვიტყვით რომ საერთოდ არ არის ამ კონტაქტი ფერმერებთან. რა თქმა უნდა არის ამ კონტაქტი, მაგრამ სხვა სექტორებთან შედარებით აქ ძალიან დაბალი არის. სხვა სექტორებში უფრო მეტი ნდობა აქვს მარეგულირებულ კომისიას. იმ შემთხვევაში ის არის მისი ბუნებრივი ის სექტორები, რომელსაც წლები მოყვება. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გადავხედოთ აი ამ 2 წლის განმავლობაში რა შეძლო ანუ მარეგულირებელმა კომისიამ. ესე იგი, წყლის რესურსები წლის განმავლობაში როგორ ნაწილდება გასაჯაროვდა, ხელშეკრულებები ამის მიხედვით ხდება განსაზღვრა წყლის ნორმები ჩამოყალიბდა, რომ ყოველთვის არ შეიძლება წყლის მოხმარება, უნდა მოიხმაროს წყალი კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტული მოცულობით. ეხლა ახალი სერვისი შემოგვაქვს, რომელიც მეოთხე სექტორია უკვე, რომელიც აპრობირებულია 5 წელია მუშაობს, არის ოპერატიული კავშირის შესაძლებლობა კომპანიასთან, რომელსაც ასევე კომისია აკვირდება. შესაძლებლობა აქვს უფრო რთულ პრობლემებზე იუსტიციის სახში განცხადება დაწერონ. ანუ მათ პირდაპირ კონტაქტი აღარა აქვს მელიორაციის კომპანიის რომელიღაცა თანამშრომელთან, რომელიც მას ეუბნება, რომ იცი რა, მოდი ნუ დაწერ განცხადებას, ან ის გარემოებები, რაც ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ, მასზე შეიძლება იყოს რაიმე ფსიქოლოგიური ან მორალური რაღაცა ირიბი ან პირდაპირ გავლენა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში იუსტიციის სახში თუ განცხადებას წერდა ძალიან მაღალი ხარისხის და ლეგიტიმური განცხადება, აქვე შეგიძლია მობილურით 303 დააფიქსირო და აქ ოპერატიული ინფორმაციას აფიქსირებ, რომელიც კომპანია ვალდებულია რომ დროულად იგივე სტანდარტით მოგემსახუროს. შესაბამისად, მე მგონია რომ მუშაობს ეს სისტემა, ანუ შეიძლება რომ დავაფიქსირო, მაგრამ იქ არ მოხდეს ჩემი დაფიქსირებული შეტყობინება. გავიმეორებ, რომ ამ სისტემას არ სჭირდება ინტერნეტი, ამ სისტემას არ სჭირდება აპლიკაცია. ამ სისტემის გამოყენებისთვის აუცილებელია რომ თქვენი ნომერი იყოს იქ რეგისტრირებული, რომელიც ამ ტელეფონის მეშვეობითაც შეიძლება რომ თქვენ კონკრეტულ ამ ნაკვეთთან მიმართებაში მიაბათ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ეს ყველაფერი ანუ შიგნით ავტომატურად ხდება და თუ თქვენ ამ უფლებას არ გამოიყენებთ, მე პირიქით, ანუ მაშინ როგორ გაიტყვით რომ თქვენ მომსახურება არ მიგიღიათ, ან როგორ გაიტყვით რომ სათანადო მომსახურება არ გაუწევიათ. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ ხა შეუძლებელია რომ რომელიმე ფერმერს წყალი არ ჭირდებოდეს, გამორიცხულია უბრალოდ და ყველა დამეთანხმება რომ ფერმერებისთვის შეწყვეტილი ყველა აი ეს პროცესი წყლის მიწოდების არის ძალიან ძიმე და ძალიან ძიმედ გადააქვს ხოლმე მე ძალიან ბევრ ფერმერთან მაქვს შემხებლობა და შესაბამისად სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვამბობ ასეთ ამბავად. ამიტომაც კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, სად როგორ უნდა დატოვოს შეტყობინება, რომ მაქსიმალურად იაქტიუროთ და გააქტიურდით, იმიტომ რომ მე არ მოგიწევთ იმ გადასახადის გადახდა, რომელიც რეალურ იმ წყალზე, რომელიც რეალურად არ მოგიხმარიათ. მათ პრობლემის შესახებ უნდა დააფიქსირონ PIPK 303 დიეზის მეშვეობით ტელეფონში ამ კოდის აკრეფით, მე იმ პრობლემის ხასიათის არჩევა. თუ არ არიან დაფიქსირებულები უკვე და მათი ნომერი ამ შემთხვევაში როგორ ამ სერვისით შეუძლიათ რომ დაამატონ ამ კონკრეტულ ხელშეკრულების ნომერი თუ მათ რა თქმა უნდა იციან თუ გაფორმებული არ არის ისე ხო წყლის მოხმარება არ შეიძლება, ანუ წყალსარგებლობის განრიგი უკვე გაფორმებული უნდა კონდეთ. შესაბამისად, ანუ თუ იქ არ არის დაფიქსირებული ეს ტელეფონის ნომერი, ან კიდე დამატებით სხვა ტელეფონის ნომერი უნდათ რომ დაამატონ, პრობლემა არ არის, ეს სერვისი ამის შესაძლებლობას იძლევა და ავტომატურად თუ არ არიან რეგისტრირებული, აძლევს შეთავაზებას რომ დაამატონ ეს ტელეფონის ნომერი კონკრეტულ მიწის ნაკვეთს. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და მე ძალიან წვრთნებული ვარ და იმედი მაქვს რომ ფერმერები ამ ინფორმაციას აქტიურად გამოიყენებენ. მანუ მეჭურჭრიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.